თუ საქართველო ოდნავ მაინც გიყვართ, სვანეთში უნდა წახვიდეთ. ვირჩევდა დიდი ილია. აქ გარდასული საუკუნეების უმთქავი. პირქუში მთების კალთებში ჩაფენილა უშკული. კოშკების ნაკრძალი. 2200 მეტრ სიმაღლეზე გადაშლილი არწივეთი. პოეტები მას საქართველოს სახურავს უწოდებენ. ტურისტები შუა საუკუნეთა ციხე-სიმაგრეს ადარებენ. ჩვენ ქართველები უბრალოდ უშკულს ვეძახით. ვერძობა დღესაც ტარდება, როგორც ახედავთ, უშკულში მოდის ოქროს საწმისის ლეგენდიდან, არგონავტებიდან. ეს არის 40 საუკუნის, 38-40 საუკუნის ხმოვანების ლეგენდა. ოქროს საწმისის მიჰქონდათ არგონავტებს ამ ხეობიდან. რა თქმა უნდა, ცხვარს იმხელა დიდი დანიშნულება ჰქონდა განსაკუთრებით შუა საუკუნეებში საქრისტიანო ქართველენოვან ცენტრალურ კავკასიაში და აქაც რომ თავიდან ფეხამდე ის ვა აწმევდა ტანისამოს, ჩოხა, ახალუხი, ბაჭიჭები, წინდები, ქუდი, ყაბალახი. ეს ეროვნული, ანუ ნაციონალური ტანისამოსი კავკასიისა. მის ტყავზე, რომელსაც დააფენდნენ განსაკუთრებით ენგურის მდინარეს, რომელ პერიოდში ეს ახლა სათქმელი არ არის, წელიწადის რომელ პერიოდში და მის ტყავზე იდექებოდა ბაჯაღლო თვითნაბადი ოქრო. აქ მყინვართა სუნთქვა იგრძნობა და გონია ცას ხელით შეეხებიო. აქ იბადება ენგური. Zilui mkhanasi dedela tersi. Achapos khanqi dede madis qualitari. Sakhne khago babu. ღვთის შესაწირ ცხვარს ლულგანეთ, ანუ ნებიერად ზრდიან. ცხვარს თეთრი რქები და თეთრი ჩლიქები უნდა ჰქონოდეს. სხვაგვარად ღმერთი არ მიიღებს. უთქვამთ ჩვენს წინაპრებს. გიც ქართულად ცხრების შერკინებას ნიშნავს. გიცარ ცხვარს. ვერძობა. ეს დიდი დღესასწაული მიძღვნილია მოსავლიანობის უზენაესი ღმერთის, ფუსნაბუასტისადმი. დღესასწაული ყოველი წლის აგვისტოს პირველ კვირას იმართება. ამ დღეს ხალხი მთელი წლის განმავლობაში ელოდება და ემზადება. იქნებ აქ ბევრი რამ იყოს წარმართული, ეგზოტიკური, მამაპაპური, მაგიური და მითიური, მაგრამ დღეს აქ ყველაფერი სუფთა, პოეტური და ამაღლებული.
Amen, amen. Levan Şahhacı. Hadi çakabet. Ურთხეულარ წმერდი ჩვენი, ყოვლად ვიაცნა მარადი, და ოგონეთი ოგონისამდე. ამინ. დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა. მეუფეოზე ცათავალმუგაში მსეველო სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავი აღასე მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთა მომრიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედა და ემკვიდრე ჩვენ შორისაც ვიდა ყვეჩა ყოვლისაგან ბიწისა, და აწყოვნე სახიერო სულნი ჩვენი, წვიდო ღმერთო, წვიდო ძლიერო, წვიდო ოქთაო შეგვიძალე ჩვენ, წვიდო ღმერთო, წვიდო ძლიერო, წვიდო ოქთაო შეგვიძალე ჩვენ, წვიდო ღმერთო, წვიდო ძლიერო, წვიდო ოქთაო შეგვიძალე ჩვენ. განაცდიდა პირსა თქვენს არ არცხონეს, ამან გლახაკმა ხმაყო და უფალმა ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იხსნა იგი, დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა გარემოს მოშიშ და მისთა და იხსნეს იგინი, განიცადე და იხილეთ რამე თუ თქვი და სუფალი ნეტარას კაცი რომელი ესავს მას, გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმინდა და მისთა რამე თუ არას ნაკლულევანება მოშიშ და მისთან, დიდარნი და გლახაკდეს და შეემშია ხოლო რომელი ეძებინ უფალსა, არა ნაკლულოვანი იქნება ყოვლისაგან კეთილისა. ამ ეკლესიის მსახურნი ჩარკვიანები არიან. მათ ევალებათ ლოცვის რიტუალის ჩატარება და ეკლესიის მომსახურება. სვანური მითიური სახეებისა და წარმოდგენების შორეული კავშირი ბერძნულ სამყაროსთან უდავოა. ძველი ბერძენი ფილოსოფოსი სტრაბონი წერდა: სვანები ძლევამოსილი ხალხია და ვგონებ ყველაზე უფრო მამაცნი და შეუპოვარნი. კავკასიის მაღალი მთები უკავიათ და ყველა მეზობელ ხალხებს განაგება. უძველესი წყაროები გვამცნობენ, რომ ოქროს ვერძი ფრიქსემ ლტოლულთა მფარველ ღმერთს შესწირა და მისი ტყავი ოქროს საწმისის არეში დაკიდა. ორი ვერძის გამოსახულება ჩამოეტანა თურმე ნიაღვარს სვანეთის ლახამულას ფრთებიდან. ორმა სვანმა სახლში მიიტანა და ორივე დასნეულდა. მისნის რჩევით უკან დააბრუნეს, რადგან ღვთის შესაწირი სახლში არ უნდა მიეტანათ. ამის შემდეგ ვერძები დაკარგულან. ვერძობაზე შეწირულ ცხვრის ტყავებს ფიცარზე გაჭიმავენ და ახმობენ.
გამხმარი ტყავი გამოიყენება ოქროს მოსაპოვებლად. კოლხეთი ცნობილი იყო ოქროს ქვიში, რომლის მოპოვების საიდუმლოსაც უხსოვარი დროიდან ბერძნები დაეძებდნენ. ოქროს საწმისი საოცნებო განძეული სიმბოლო იყო. სვანეთში დღემდე შემორჩა ცხვრის ტყავით ოქროს მოპოვების წესი. ნასუქი უსხვების საჯარო შერკინების შემდეგ ყოველი საძმო შეიყრება. უსხვებს დაკლავენ, დაიწყება ლოცვა და დღეობა. დღეობის შემდეგ დათქვამენ თიბვის დაწყების პირველ დღეს, ახანახა ლადეხს. ბრინჯაოს გულქანდას ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან შერკინების დროს გამარჯვებულ ცხვრის პატრონს გადასცემდნენ. ბრინჯაოს ხანის ვერდის წელს ზემოთი კალებში ჩამოსული გულქანდა. მისი დანიშნულება იყო გულქანდა. 1000 კოშკის მხარეში საუკუნიდან საუკუნემდე გაისმოდა განთიადის სიმღერა რიხო. ზის საგალობელი ლილე, ოთეთრო მზეო. საუკუნეების მანძილზე იდგა აქ საქართველოს სიმტკიცის სვეტი. ისმოდა ქართული სიტყვა და ფრიალებდა ლომის სახე. დროშა დავითისა და თამარის დროშის ნაწილი. აქ მამლის ნაცვლად არწივი ტივის, შავი ღრუბლები მწვერვალებს ხრავენ, აქ გულის ტკივილს არვინ უჩივის, ტვიშეს აწირად ხარჯიხებს კლავენ, აქ ზეცა მხოლოდ მტრისთვის ბნელდება, ისევ ეტრფიან ბეთქილს დალები, ლილეს ქუხილი ისევ გრძელდება, არც თქვენ დახუჭოთ თებო თვალები. აქ ამყავთ ჩემი გულის მეცალე, გალაღებული მთების ნიავით, ის რომ მეძახის ასვე ნაცვალე, ვინ დაიწუნებს ემგურს სიავით, ვინ დაიწუნებს ამგზებს სიძნელით, ვინ დაიწუნებს უშბას სიმაღლით, ვინ დაიწუნებს კოშკებს სიძველით, ვინ დაიწუნებს სვანეთს სიახლით. აი შეხედე, ეს არის მე დუალიზმიდან გამოვარდა, განსაკუთრებულად ხაზი გაუშვი, იმიტომ რომ შავი და თეთრი. თეთრი და შავი ღრუბლები ეჯახებიან ერთმანეთს, ოღონდ ჩანს იმას უყურებს, იმ ეკვას უყურებს მხოლოდ ღამის ცის მეუღე, რომელსაც აქვს ღამის ცის თვალი. ეს არის ბუ. აი ეს იყო გიგანტი მზე, ესე იგი გიგანტი. ეს პირადი გიგანტი იყო მაშინ და სანამ ეს გაჩნდებოდა, სხვა